Mhm. კეთილი. დავიწყოთ. დღევანდელი ჩვენი თემა არის პერვერსია და პრაქტიკული შემთხვევები, რომელიც პერვერსიის დროს მქონია მე მუშაობის პროცესში. და როდესაც საუბრობთ პერვერსიაზე, რა თქმა უნდა, ვიწყებთ ზიგმუნდ ფროიდით. ზიგმუნდ ფროიდის მიერ პერვერსიის გაგება გასცდა მორალურ იურიდიულ კატეგორიას და მას ფსიქოსექსუალური განვითარების ფარგლებში მიუჩინა ადგილი. მისთვის პერვერსია არ არის მხოლოდ გადახრა ნორმიდან, სექსუალობიდან, ის წარმოადგენს განვითარების ისეთ საფეხურს, რომელიც ყველა ინდივიდს ახასიათებს. ფროიდი უარყოფს მკაცრი ხაზის გავლებას ნორმალურსა და პერვერსიულ სექსუალობას შორის და მისი თქმით ორივე მდგომარეობა ეფუძნება ერთ და იგივე ლიბიდურ წყაროს და ნორმალური სექსუალობა ეს არის მხოლოდ სოციალური ინსტიტუტების მეშვეობით წარმოებული ტერმინი, რომელიც იქცა ეგრეთ წოდებულ ნორმად. არც ერთი სექსუალური გადახრა არაა ისეთი, რომელიც არ გვხვდება ნორმალურ ადამიანში, როგორც ფანტაზმის ან ჩახშობილი იმპულსის სახით. რაც შესაბამისად იმას გულისხმობს, რომ კაცრი ხაზის გავლება ნორმასა და გადახრას პათოლოგიას შორის არ არის აქ საჭირო. პერვერსია ეს არის ლიბიდური იმპულსის ჩარჩოებიდან გამოსვლა ან ბავშვურ ფაზაში ჩარჩენა. პერვერსიული მიდრეკილებები არის იმპულსები, რომლებიც ნორმალურ განვითარების დროს უნდა დათრგუნოს ზნეობამ, მორალმა, მაგრამ მათ ადგილი აქვთ ყველა ადამიანის ფსიქიკაში. აა ნორმალური სექსუალური მიზანი არის სქესობრივი კავშირის დამყარება გენიტალიების საშუალებით. და ნაშრომში სამი ესე სექსუალობის შესახებ ფროიდი ამბობს, რომ პერვერსია ეს არის სექსუალური ქმედება, რომელიც ანატომიური გაგებით სცდება სხეულის იმ ნაწილებს, რომლებიც სქესობრივი კავშირის არის განკუთვნილი. გენიტალიებს ცდება და აჯანჯლებს შუალედურ პროცესს, აყოვნებს შუალედურ პროცესს, რაც ჩვეულებრივ სექსუალური მიზნისკენ მიმავალ გზაზე უნდა განხორციელდეს. აა, როდესაც საუბარია პერვერსიაზე, ფროიდი საუბრობს ინვერსიულ ნაწილზე და სექსუალური ლტოლვების საკუთარი სქესის მიმართვას ის უწოდებს ინვერსიას. ხოლო ადამიანებს, ვისაც საკუთარი სქესის მიმართ აქვთ ლტოლვა, მათ ინვერსირებულებს უწოდებს. ინვერსირებულ ადამიანების გამოყოფაც შეგვიძლია, მათ შორის არის განსხვავება, არის აბსოლუტურად ინვერსირებული ადამიანი, ამფიგენურად ინვერსირებული და შემთხვევით ინვერსირებული ადამიანები. რომ განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე, ეს არის აბსოლუტურად ინვერსირებული ადამიანი. მათი სქესობრივი ობიექტი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სქესის ადამიანია. მათ საპირისპირო სქესის მიმართ არათუ სქესობრივი ლტოლვა აქვთ, არამედ ისინი გულცივს ტოვებენ ხანდახან საპირისპირო სქესის მხრიდან წამოსულ იმპულსებს. და ხშირ შემთხვევაში შეიძლება სიძულვილიც კი გამოიწვიოს. სიძულვილის წყალობით ასეთ მამაკაცებს არ ძალუთ ნორმალური სქესობრივი აქტის ჩატარება საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან და თუ აქვთ მათ ეს გამოცდილება, მათ აქვთ ძალიან არასასიამოვნო განცდები. ამფიგენირებულად ინვერსირებულები ესენი არიან ფსიქოსექსუალური ჰერმაფროდიტები, მათი სურვილის ობიექტი შესაძლოა იყოს როგორც საკუთარი სქესის წარმომადგენელი, ასევე საპირისპირო სქესის წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში ინვერსია არ ატარებს განსაკუთრებულობის ხასიათს და მათ თვითონ აქვთ არჩევანის საშუალება პარტნიორებთან ურთიერთობაში. არსებობს შემთხვევითი ინვერსირებულები, ეს არის ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული გარემო პირობების არსებობის გამო მათთვის თითქოს დაბრკოლება იყო საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა, საწინააღმდეგო სქესის მიუწვდომლობა განხორციელდა. და მსგავსი შემთხვევები არის ხოლმე მაგალითად სამხედრო წნების დროს
და სხვადასხვა ასეთი დაწესებულებებში განხორციელდა მიბაძვა და ამ შემთხვევაში ამასაც ფროიდის შემთხვევით ინვერსირებულს უწოდებს და მარცხის შიში ასევე საწინააღმდეგო სქესთან მარცხის შიში ხშირად არის განმაპირობებელი საკუთარ სქესთან სექსუალური კონტაქტის. ინვერსირებული ადამიანების დამოკიდებულება საკუთარ სექსუალობასთან განსხვავებულია. ზოგი, მაგალითად, თუ ძალიან ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს საკუთარ სურვილებს და ორიენტაციას, არსებობს ხალხთა ჯგუფი, ვისაც მიუღებელია და თვლის, რომ ეს ავადმყოფური აკვიატებაა. ფროიდი ამას უკვე კულტურის გავლენად აღიქვამს, მორალური კონტექსტით და ჩვენ ვიცით, რომ კულტურა მორალს აყალიბებს და ნუ ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოანალიზს შეუძლია. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ჩვენს დღევანდელ რეალობას საქართველოში რაც ხდება, ალბათ ფსიქოანალიზს ძალიან ხანგრძლივად მოუწევს მუშაობა, რომ მოგვარდეს იმ ხალხთა ჯგუფთან მუშაობა მოუწევს ხშირად, რომ ავადმყოფურ აკვიატებად აღარ ჩათვალონ ინვერსირებული ადამიანები. ინვერსია ადრეული ასაკიდან არსებობს და ინდივიდი ეგუება ამ თავისებურებას. არსებობს მოსაზრება, რომ ფსიქოანალიზამდე ინვერსია განიხილებოდა როგორც ნერვული დეგენერაციის თანდაყოლილი ნიშანი. მას არ აღიქვამდნენ ნორმად, თუმცა თუ განვიხილავთ ჩვენ ზოგადად თუ რა არის დეგენერაცია და დეგენერაციის განმარტება მედიცინაში ეს არის ნორმიდან მძიმე გადახვევა და შრომისა და სიცოცხლის უნარის ხელყოფა. პრაქტიკულად რთულია, რომ ჩვენ ეს ინვერსიას დავუკავშიროთ. შესაბამისად, ლოგიკურად ინვერსია არ არის დეგენერაცია და არის ადამიანის თანამდები განვითარების პროცესი. ფროიდი ასევე საუბრობდა ინვერსიის თანდაყოლილობაზე, თუმცა ხანგრძლივი კვლევების შემდეგ ის უკვე ნაშრომში სამი ესე სექსუალობის შესახებ საუბრობს სქესობრივი ლტოლის შეძენილ ბუნებაზე. მრავალ ინვერსირებულში შესაძლოა აღმოვაჩინოთ ჩვენ ადრეული ბავშვობის სექსუალური შთაბეჭდილებები, რომლის გრძელვადიან შედეგს ჰომოსექსუალური გადახრა წარმოადგენს. შესაძლოა შევნიშნოთ ცხოვრების გარეგნულად ხელშემწყობი ფაქტორები და უკუქმედებითი გავლენა, რასაც ინვერსიის ფიქსაციამდე მივყავართ. როგორც არის მაგალითად ერთსქესიანთა თანაცხოვრება, სამხედრო მკაცრ რეჟიმში ცხოვრება, პატიმრობა, ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების შიში და მათ შორის ასახელებს სქესობრივ უძლურებასაც. ინვერსია ფროიდი ამბობს, რომ შესაძლოა იყოს შეწყვეტილი ჰიპნოზის გზით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ის შეძენილია და არ არის თანდაყოლილი, რადგან ჰიპნოზის გზით თანდაყოლილი რაც გვაქვს, იმას ჩვენ ვერ ვწყვეტთ და ვერ ვაქრობთ. ინვერსირებულთა სქესობრივი ობიექტი საპირისპიროა ნორმალური ობიექტისა. ან რას გულისხმობს ეს, რომ თუ ნორმალურ ობიექტს თავისი საწინააღმდეგო სქესის ობიექტი ყავს ამორჩეული, ინვერსირებულებს საკუთარი სქესის ობიექტი ყავთ ძირითადად ამორჩეული. საურთიერთობოდ ინვერსირებულ მამაკაცს არ აქვს უნარი შეებრძოლოს ხიბლს, რომელიც გონებისა და სხეულის მამაკაცური თვისებებიდან მომდინარეობს. თავად აღიქვამს თავს ქალად, იდენტიფიცირებას ახდენს როგორც ქალს და ეძებს მამაკაცს. არჩევანს შესაძლოა თან სდევდეს შიში, თან სდევდეს სირცხვილი, აკრძალვა, გარკვეული იმპულსები, რომელიც განდევნილია ადამიანის ცნობიერებიდან და შესაბამისად შესაძლოა მოხდეს ფიქსაცია განვითარების რომელიმე სტადიაზე. ობიექტის არჩევანი დაკავშირებულია ოიდიპოსის კომპლექსთან და როდესაც ბიჭს აქვს ბავშვობაში, ადრეულ ბავშვობაში ლტოლვა დედის მიმართ, ხოლო მამისადმი ვიცით, რომ ამ დროს განიცდის ძლიერ შურსთან კონკურენციას, ჯანსაღ შემთხვევაში, ჯანსაღად გადაჭრილი ოიდიპოსის კომპლექსის შემთხვევაში ხდება მამასთან იდენტიფიცირება და დედის ხატი ხდება სასურველი ობიექტი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ოიდიპოსის კომპლექსის ჯანსაღად გადაჭრა? ამ შემთხვევაში თუ ვერ მოხდა მამასთან იდენტიფიცირება და მოხდა ოიდიპოსზე ფიქსაცია,
ხდება იდენტიფიცირება დედასთან და შესაძლოა მან აირჩიოს მამის მსგავსი ობიექტი პარტნიორად. რაც შესაბამისად იწვევს ინვერსიას. ნაშრომში სამი ესე სექსუალობის შესახებ ფროიდი აღწერს ინვერსიაზე და იგი საუბრობს შედარებით გვიან ასაკში ინვერსირებულმა ბავშვობაში ქალზე ფიქსაციის უკიდურესად ინტენსიური, მაგრამ ხანმოკლე ფაზა გაიარეს. რომლის გადალახვის შემდეგ ისინი საკუთარ თავს უკვე აიგივებენ დედასთან და ისინი ირჩევენ საკუთარ თავს სექსუალურ ობიექტად. რას გულისხმობს ეს, რომ ბავშვობაში მათ ვერ მოახდინეს იდენტიფიცირება საკუთარ სქესთან, ანუ მამასთან და შესაბამისად ამ პერიოდში იდენტიფიცირება მოხდა დედასთან და საკუთარ სქესს, ანუ საკუთარ თავს ირჩევენ სექსუალურ ობიექტად. ამ ფაქტს ფროიდი ნარცისიზმს უკავშირებს და ისინი ყმაწვილობისას ეძებენ მამაკაცს, რომელიც თითქოს მათ ჰგავს და სურთ ისე უყვარდეთ, როგორც უყვარდა დედას. მამაკაცში ისინი ნარცისიზმის შემთხვევაში ეძებენ დედის სიყვარულს. ქალის მიმართ არ არიან უგრძნობნი, თუმცა ქალის მიერ გამოწვეული აგზნება მათ გადააქვთ მამაკაცებთან ურთიერთობაში. გაურბიან ქალებს საკუთარი წარსული გამოცდილების, არასასურველი გამოცდილების გამო. აკვეტებული ლტოლვა მამაკაცის მიმართ ძირითადად განპირობებულია მშფოთვარე გაქცევით ქალისგან და დაცვა გაექცეს ქალს და დაიცვას საკუთარი თავის ფოთვისგან, ამიტომ მათ ურჩევნიათ ყავდეთ პარტნიორად მამაკაცი. ყველა ადამიანს შეუძლია აირჩიოს საკუთარი სქესის ობიექტი, ან საწინააღმდეგო სქესის ობიექტი და როგორც ფროიდი ამბობს, ამ არჩევანს ის აკეთებს არაცნობიერში. მამაკაცებთან სექსუალური ურთიერთობა ყოველთვის არ შეესაბამება ინვერსიას და მაგალითად ფროიდი საუბრობს, რომ მასტურბაცია არ არის ინვერსიის სახე და ასევე ხშირია მამაკაცებთან ურთიერთობისას. ხოლო რაც შეეხება ინვერსირებულ ქალებთან უპირატესობა ენიჭებათ ძირითადად პირის ლორწოვანი გარსის შეხებას, ანუ წამყვანი არის კოცნა, როდესაც ხდება მჭიდრო კონტაქტი ლორწოვანი გარსის. ბავშვები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში წარმოადგენენ სექსუალურ ობიექტებს და უმეტესად ამ ფუნქციას იძენენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ზარმაცი ან იმპოტენტად ქცეული ინდივიდი ან იმპულსური გადაულახავი ლტოლვა არ იძლევა შესაბამისი ობიექტის დაუფლების საშუალებას. იგივე შესაძლოა ვივარაუდოთ შინაურ ცხოველებთან სექსუალური კონტაქტის დამყარებასთან დაკავშირებით. ბავშვებთან ურთიერთობისას მარტივი ხელმისაწვდომობა არის, რაც ზრდის სექსუალური ურთიერთობის რისკს მათთან და მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია ძიძების და მასწავლებლების მხრიდან ბავშვების მიმართ. თუმცა გარდა ძიძებისა და მასწავლებისა, მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩემ პაციენტი იხსენებდა ერთ შემთხვევას, როდესაც მამაკაცის ზრდასრული, რომელიც იყო აკეთებდა ბავშვებისთვის მასაჟს, პატარა ჩვილი ბავშვებისთვის მასაჟს, შემჩნეული იქნა ოჯახის მხრიდან პერვერსიულ ქცევაში და რაში გამოიხატებოდა ეს, როდესაც ის იწყებდა ბავშვებთან მასაჟს, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვები დაეწვინა მყარზე და პირზე, ისვამდა კალთაში და ისე იწყებდა, ბავშვებთან მასაჟის манипуляციების განხორციელებას და როდესაც დაასრულებდა ამ აქტივობას, მას შემდეგ უკვე რაღაც პერიოდი და უკვე ოჯახმა შეამჩნია, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ის ჩერდებოდა საფერფარეშოში.
რის გამოც ეჭვი გაუჩნდათ მამაკაცის მასტურბაციის ქმედებასთან დაკავშირებით და, ნუ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ძალიან მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდა. ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ საქართველოს ძალიან ხშირად გვხვდება, როდესაც მაგალითად ოჯახის წევრების მხრიდან ხდება ხოლმე ბავშვთან სექსუალური კონტაქტის დამყარება და მე მქონდა ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ბავშვმა მკითხა, რომ თქვენ იცით, რომ მამაკაცებს რძე მოსდით ოღონდ იქიდან და, ნუ, მერე ეს იყო ფაქტი, როდესაც აღმოჩნდა, რომ მის ერთ-ერთ ოჯახის წევრს ჰქონდა მასთან ურთიერთობა და ეუბნებოდა, რომ როდესაც შენ მე მეხმარები, რომ ჩვენ რძე შევქმნათ. ხო. მ, ანატომიური საზღვრების დარღვევა ერთ-ერთი განმსაზღვრელია პერვერსიის. ტუჩების და პირის ლორწოვანი გარსის გამოყენება, პირის როგორც სექსუალური ორგანოს გამოყენება პერვერსიად ითვლება. და თუ ენის შეხება ხდება გენიტალიებთან და ყოცნა, ეს არ განიხილება პერვერსია. აა, ხშირად ხდება ხოლმე ზიზღის გრძნობის გაჩენა და ზიზღის გრძნობა უჩნდებათ მათ, ვისაც მიუღებელია პერვერსიული ქმედების განხორციელება. ზიზღი ხშირად განზოგადებული ქცევით არის გამოვლენილი ნეიტრალურ ნივთებში, მაგალითად, როგორც არის გამოყენებული ჭიქა, კბილის ჯაგრისი, საზიარო ჩანგალი და მსგავსი რამ. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ აკოცონ ამ გოგონას და აქვთ გამოცდილება გოგონას თან ან მის პარტნიორთან ფიზიკური კონტაქტის, ისინი განიცდიან ზიზღს საზიარო ნივთებთან დაკავშირებით. ზიზღი ხელს უშლის სექსუალური ობიექტის ლიბიდოზურ გადაფასებას და თავის მხრივ ხდება ლიბიდოს გადალახვა. ზიზღი არის საშუალება სექსუალური მიზნის შეზღუდვის. როგორც წესი, ასეთი შეზღუდვის დროს მოქმედება გენიტალიამდე ვერ აღწევს და შესაძლოა პარტნიორის გენიტალიებიც კი ზიზღს იწვევდეს. ასეთი ქმედება ხდება ისტერიული ავადმყოფ, უმეტესად ყველა ისტერიული ავადმყოფის ისტორიაში და განსაკუთრებით ქალისთვის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. თუმცა მე მქონდა ჩემს პრაქტიკაში ესეთი შემთხვევა, როდესაც მყავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩემთან მოვიდა პრობლემით, რომ მას ჰქონდა პარტნიორ ურთიერთობებში პრობლემები და როდესაც ის საუბრობდა, მათი პრობლემები გამოიხატებოდა იმაში, რომ მას იზიზღებოდა ყველა ის ნივთი, რომელიც ჰქონდა გამოყენებული მის პარტნიორს, მიუხედავად იმისა, რომ მის პარტნიორი მას ძალიან უყვარდა. არ შეეძლო დაელიას მისი გამოყენებული ჭიქით წყალი და როდესაც ერთხელ მიაწოდა საკვები ჩანგლით, მან რომ უარი განუცხადა მისმა პარტნიორმა, ესეთი ქალბატონმა ძალიან ესეთი კატეგორიული ჩხუბი გამოუცხადა და საბოლოოდ მოხდა მათი დროებითი დაშორება, რამაც აიძულა, რომ გაევლო თერაპიული პროცესი და მოემართა ჩემთვის. აა, საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა იმისთვის, რომ დაერქმია მიზეზი რა იყო სიზღის და მისი პრობლემა, რომელიც წამოსული იყო ზიზღისგან, იწყებოდა ბავშვობაში, მას ძალიან სუსტ იდენტიფიცირება ჰქონდა მამასთან, იმიტომ რომ მამა პრაქტიკულად ოჯახში არ იყო ჩართული, არ ერთვებოდა ბავშვის აღზრდაში. წამყვანი ფიგურა ამ ოჯახში იყო დედა, რომელიც იყო ისტერიულად მაკასტრირებელი და ჩემი პაციენტი იხსენებს ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას, როდესაც პატარა და ყვება, რომ დედა აბსოლუტურად ყველაფერს წმინდდა და ალაგებდა, მათ შორის მამის ლოყასაც, რომელზეც უნდა ეკოცნა. აა მას ჰქონდა
შემთხვევითი შემთხვევით შეუსწრო საკუთარ მშობლებს ურთიერთობის დროს, როდესაც იყო მოზარდი და შეგნებულად არ ვასახელებ ასაკს და მას ჰქონდა რაღაც პერიოდი ღებნების და სისხლის შეგრძნება. რომელიც, როგორც თვითონ თქვა, გადალახა საკუთარი სურვილით და ექიმთან ჯარებით იმ პერიოდში აქტუალური იყო ნევროპათოლოგები და მიმართეს და დამამშვიდებელი გამოუწერეს, იმიტომ რომ უთხრეს, რომ ძალიან გაღიზიანებული იყო ბავშვი და მას მერე სიზღი შემორჩა უკვე ამ სახით. საინტერესოა ის, რომ მიუხედავად რომ ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა თავის პარტნიორთან, მას არ ქონია სექსუალური კავშირი თავის პარტნიორთან, სრული სექსუალური კავშირი და მიუხედავად ერთად თანაცხოვრებისა, ის ამას ამართლებდა იმით, რომ მათ არ ქონდათ ხელი მოწერილი და ნუ ოფიციალურად არ იყვნენ ცოლ-ქმარი. თუმცა, როდესაც თერაპიულ პროცესში საუბრობდა ამ ფაქტზე, ერთ-ერთი რაც მან დაასახელა და იყო ის წამოწდენა, იყო ის, რომ მე არ ვიცი, ხომ არ მექნება ზიზღი, როდესაც მე მექნება მასთან სექსუალური კავშირი და ეს იყო ის შიში, რის გამოც თავიდან ირიდებდა ურთიერთობას. კი ბატონო. პერსიის ერთ-ერთი ფორმა ასევე არის ფეტიშიზმი და ამაზე ძალიან ბევრს საუბრობს ფროიდი და არა მხოლოდ ფროიდი, როდესაც ნორმალური სექსუალური ობიექტი ჩანაცვლებულია სხვა ობიექტით, რომელსაც აქვს მასთან კავშირი, მაგრამ სრულიად გამოუსადეგარია სექსუალური მიზნით. სექსუალური ობიექტის ჩანაცვლება ხდება სხეულის ნაწილით, რომელიც ნაკლებად გამოიყენება სექსუალური მიზნებისთვის, ეს არის ფეხი, თმა, ცხვირი და დაშრომში ადამიანი მგელი, იქ საუბრობს ფროიდი ერთ-ერთ პერსონაჟზე, რომელსაც აქვს ფეტიში ცხვირზე. უსულო საგნით შეიძლება მოხდეს ფეტიში შეიძლება იყოს უსულო საგანი, რომელსაც განსაზღვრული დამოკიდებულება აქვს ადამიანის, ან უფრო მეტად კი მისი სექსუალობის საგნი. ეს შეიძლება იყოს სამოსის ნაწილები, აქსესუარები, თეთრეული. აა ფეტიშის დროს სექსუალურ ობიექტში აუცილებელია ფეტიშური პირობის არსებობა, რათა მიღწეული იქნას სექსუალური მიზანი. ეს არის თმისფერი, სამოსი, სხეულის ნაკლოვანებებიც კი. აა ფეტიშიზმი გარკვეული ხარისხით ყოველთვის არის დამახასიათებელი ნორმალური სიყვარულისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნორმალური სექსუალური მიზანი მიუღწევლად ან შეუძლებლად ეჩვენებათ. აა პათოლოგიური შემთხვევა არის მაშინ, როდესაც ფეტიშისადმი ლტოლვა უფრო ძლიერადაა ფიქსირებული და ნორმალური მიზნის ადგილს იკავებს. ფეტიში კარგავს კავშირს კონკრეტულ პიროვნებასთან და იქცევა ერთადერთ სექსუალურ ობიექტად. აა მ, ქართულ ლიტერატურაში ნორმის ფარგლებში ფეტიშის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, როგორ ეტრფოდნენ თავის შეყვარებულებს. ფროიდი 1927 წლის ნაშრომში ფეტიშიზმი საუბრობს ფეტიშზე და ის ამბობს, რომ ფეტიშის არ არის ნებისმიერი პენისის შემცვლელი, არამედ განსაკუთრებული ერთდროულად კონკრეტული და განსაკუთრებული პენისია, რომელიც ბავშვობაში დიდ მნიშვნელობას იძენს და შემდეგ ქრება. ფეტიში წარმოადგენს ქალის, უფრო ზუსტად დედის ფალოსის სიმბოლურ შემცვლელს, რომლის არსებობაც ბიჭს ბავშვობაში სწამდა და არ სურს მისი უარყოფა, მიუღებელია მისი უარყოფა კასტრაციის შიშის გამო.
ანუ თუ კი ბავშვმა მიიღო ის მდგომარეობა, რომ დედას არ აქვს ფალოსი, ესე იგი მას აქვს იმის განცდა, რომ დედა კასტრირებულია და მას აქ იმის შიში, რომ ისაც შეიძლება გახდეს კასტრირებული. აა, ბიჭმა უარყო ის ფაქტი, რომ დედას პენისი არ აქვს, რადგან თუ ქალი კასტრირებულია, მასაც ემუქრება კასტრაცია. ნორმალურ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი ამ ეტაპს გადის, სუბიექტმა უნდა გადალახოს კასტრაციის შიში და უარი თქვას ქალის ფალოსის ფანტაზმურ წარმოსახვაზე. აა თუმცა, როდესაც არ ხდება გადალახვა და ფანტაზმური წარმოსახვა ნარჩუნდება, მაშინ უკვე ყალიბდება ფეტიში. ამ დროს ერთდროულად შეინარჩუნა მან რწმენაც და უარიც მასზე და არასასურველი აღქმის სიმძიმეს თითქოს ამსუბუქებს თავის ფანტაზმური წარმოსახვით, რომ დედას აქვს ფალოსი. მივიდა ბავშვი იმ კომპრომისამდე, რომ ქალს აქვს ფალოსი, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მას ადრე წარმოედგინა. ხდება განდევნა და განდევნის შედეგად ფეტიშთან მუდმივად რჩება გაუცხოება ქალის რეალური გენიტალიების მიმართ. ზუსტად ეს ხასიათი ახლავს თანსდევს ყველა ფეტიშს. ქალის გენიტალიების დანახვით გამოწვეული კასტრაციის შიშის გადალახვა სრულად არც ერთ მამაკაცს არ შეუძლიაო, ამბობს ფროიდი. აა ზოგიერთი ამის გამო შეიძლება ჰომოსექსუალი გახდეს, ზოგი ფეტიშის შექმნით და განდევნით იცავს თავს კასტრაციის შიშისგან, ხოლო უმრავლესობა ამ შიშს უმკლავდება და აგრძელებს ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებას. აა სავარაუდოა, რომ ფალოსის არსებობის კომპენსაციის მიზნით ბავშვი არჩევს ისეთ ორგანოს ან ობიექტს, რომელიც დამატებით პენისის სიმბოლოს წარმოადგენს. და ეს შეიძლება იყოს ფეხი, ფეხსაცმელი, ფავორიტი, იმიტომ რომ ბავშვის სექსუალური ცნობის მოყვარეობა, როდესაც იწყება ქალის მიმართ, ის იწყებს თვალიერებას ფეხიდან გენიტალიებისკენ, ანუ მისი თვალის მოძრაობა და დათვალიერება ხდება ქვემოდან ზემოთან, ფეხიდან გენიტალიებისკენ. ასევე ფეტიშის ხშირი ობიექტი არის რბილი და ფუმფულა სახის ნივთები, რასაც ფროიდი უკავშირებს ბეწვი, ხავერდი, ეს არის თმით დაფარული გენიტალიების აღმნიშვნელი სიმბოლო. ძალიან აქტუალური არის ქალის თეთრეული, ასევე როგორც ფეტიში და ის ასახავს გაშიშვლების მომენტს, იმ პერიოდს, როცა ჯერ კიდევ ბავშვის თვალში ფალოსის მატარებლად მოიაზრება ქალი. არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ფეტიშის მქონე ადამიანთან კასტრაციის მიმართ შიდა წინააღმდეგობრივ განწყობაზე. ზოგიერთ შემთხვევაში წინააღმდეგობა აისახება ფეტიშის სტრუქტურაში. ფეტიში ერთდროულად არის წარმოდგენილი როგორც კასტრაციის უარყოფა, ასევე მისი აღიარებაც, დადასტურებაც. განსაკუთრებით მაშინ, როცა სუბიექტში ძალიან ძლიერია მამასთან გაიგივება, იდენტიფიკაცია მამობრივი პოზიციიდან, რადგან სწორედ მამა ახდენს ქალის კასტრაციას მათ აღქმაში. ფეტიშის სტანდარტული პროტოტიპი არის მამაკაცის პენისი, ისევე როგორც დაუფასებელი არასრულფასოვანი ორგანოს პროტოტიპად არის ქალის პატარა პენისი, ანუ კლიტორი. ფეტიში არ არის პენისის ჩანაცვლება, კონკრეტული განსაკუთრებული პენისის, რომელიც ბავშვობის ადრეულ წლებში დიდი მნიშვნელობის მქონე იყო და მოგვიანებით დაიკარგა.
ფროიდი ამბობს, რომ ფეტიში რჩება ტრიუმფის ნიშნად კასტრაციის საფრთხის წინაშე და ეს არის მისი ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი, რომ ბავშვს არ ჰქონდეს კასტრაციის შიში, არ განიცადოს კასტრაციის შიში. აა ძალიან საინტერესოა პერსიის და კერძოდ ფეტიშიზმის საკითხი ქალებში. ძირთადად ფროიდი, როდესაც საუბრობდა მამაკაცების ფეტიშიზმზე და 1972 წელს პირველად ქალების ფეტიშიზმზე ისაუბრა ჟორჟ სავიაცოვმა ფრანგული ფსიქოანალიზის მიმოხილვაში. საუბრობს ფეტიშურ პრაქტიკაზე და იხსენებს ახალგაზრდა ქალს, რომელიც მასტურბაციისას წიგნს კითხულობს. და ამ შემთხვევის განხილვის დროს ის ამბობს, რომ წიგნი იყო ამ ქალის აშკარა ფეტიში. წიგნი წარმოადგენდა მამის პენის და გამოიყენებოდა იმისთვის, რომ უარყოს ქალის ფალოსის არარსებობა. აა ხშირად ისმის კითხვა, ნამდვილად გვაქვს თუ არა ფეტიშთან საქმე, როდესაც საუბარია ქალებთან. თუ გავიხსენებთ, რომ ფროიდისთვის ფეტიში დედის პენისის შემცველი სიმბოლოა, წარმოდგენა, რომ დედას აქვს ფალოსი, ისმის კითხვა არსებობს თუ არა ქალთან ფეტიში. თუმცა არ არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც ქალები ანალიზის პროცესში ახსენებენ ყოველთვის რაღაცას, რაც ახლოსაა და წააგავს ფეტიშურ პრაქტიკას. მაგალითად, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქალები ახსენებენ, რომ ისინი ვერ აღწევენ სიამოვნებას, თუ ოთახში არ დგას განსაკუთრებული სურნელი, თუ არ გრძნობენ იმ კონკრეტულ სურნელს, რომელიც მათთვის არის აგზნების ობიექტი, თუ არ ატარებენ კონკრეტულ ნივთს ან რაიმე სტილის მას და ასე შემდეგ. ჩვენ განვიხილავთ ერთ შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ქალთან დაკავშირებით, რომელიც მუშაობს ბანკში და ბანკში მუშაობა დაიწყო იმიტომ, რომ ბაკალავრიატის გამოცდაზე ჩაიჭრა და თერაპიულ პროცესს იწყებს კომპლექსების გამო. მიდის თერაპიულ პროცესზე, იმიტომ, რომ მას უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა და აქვს კომუნიკაციის კომპლექსი. თუმცა დაახლოებით მესამე-მეოთხე თერაპიულ სესიაზე ის იწყებს უკვე საკუთარ სექსუალურ დაუკმაყოფილებლობაზე საუბარს და საუბრობს თავის და თავის პარტნიორის გამოცდილებაზე. საუბრობს, რომ მას არ აქვს სიამოვნება და პრაქტიკულად ის პარტნიორის მხოლოდ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. თუმცა რამდენიმე სესიის შემდეგ ის ისევ უბრუნდება სიამოვნების საკითხს და ამბობს. თერაპევტთან საუბარში ეს რამეს ამბობს, რომ როდესაც მე ვთქვი, რომ სიამოვნება არ მიმიღია, ეს იყო ტყუილი, რადგან მე მაქვს სიამოვნება, ოღონდ ეს სიამოვნება არ არის პარტნიორთან დაკავშირებული. მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ სიამოვნება, როდესაც ფეხებშუა ითავსებს ძველ გაცრეცილ პირსახოთს, ბავშვობიდან მოყოლებულს და ფეხების რიტმული მოჭერით ის იღებს დაკმაყოფილებას. თუმცა მსგავსი განცდა მას კაცებთან ურთიერთობის დროს არასდროს მიუღია. როდესაც საუბრობს პირსახოთზე, რა თქმა უნდა, თერაპიულ პროცესში ის ყვება ასევე პირსახოცის ისტორიას, რადგან მან დაასახელა, რომ ეს არის ძველი და გაცრეცილი და იხსენებს თავის პირველ გამოცდილებას, როდესაც პირველად 3-4 წლის ასაკში მან სწორედ ეს პირსახოცი გამოიყენა იმისთვის, რომ მიიღო სიამოვნება.
აა, აქ მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ კაცი ფეტიში ძალიან ისეთი მკაფიო განსხვავება არის, ასე რომ ვთქვათ, რომ კაცი ფეტიში არასოდეს უჩირის სექსუალურ პრობლემებს პრაქტიკულად. ძალიან ძალიან მწირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად არასოდეს უჩირის იმპოტენციას ან ქალთან დაუკმაყოფილებლობას. რაც ქალებთან ძალიან ხშირია. აა პაციენტი აგრძელებს, ან რო დაუბრუნდეთ ისე კონკრეტულ შემთხვევას, ყვება თავის ბოლო 6 თვის გამოცდილებას და ყვება იმ პარტნიორის შესახებ, ვისთან ერთადაც ცხოვრობს და ამბობს, რომ ბოლო 6 თვე ვცხოვრობ მურისთან დედის სახლში. აა და ვმუშაობ ბანკში, სადაც ბიძაჩემი არის დირექტორი და მან დამაწყებინა მუშაობა. ჩემთვის ეს ძალიან მოსაწყენი და უინტერესო საქმეა. და ასევე საუბრობს მორისთან ურთიერთობაზე და ამბობს, რომ სიყვარულის დროს თითქმის არაფერს გრძნობს. და ესაც მისთვის ძალიან მოსაწყენია. თავიდან ვარაუდობდა, რომ დროებითი იქნებოდა და ნელ-ნელა დაიწყებდა მასთან გახსნას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი გახანგრძლივდა. საწყისად თავის პარტნიორთან ურთიერთობის დროს სიამოვნებას იღებდა მასთან ხელის შეხებით, ჩახუტებით, თუმცა მას მერე რაც მისმა პარტნიორმა აღმოაჩინა მისი ფეტიშის ობიექტი, პირსახოცი, მას წამოუვიდა საკუთარი პარტნიორის მიმართ ძალიან დიდი ბრაზი და სისხლი. როდესაც ყვება თავის ბავშვობაზე, ყვება რომ როდესაც ის იყო 3 წლის, მამა სახლიდან წავიდა. ამ ფაქტით გაბრაზებული და დაზაფრული დედა იწვა ლოგინში და მას ეხურა თხელი ზეწარი პირსახოცი. მას ჰქონდა ჩემ ამ პაციენტს ჰქონდა მამასთან რეგულარული შეხვედრები იქამდე, სანამ მამა არ გაკოტრდა. საწყისად იყო საუბარი იმაზე, რომ მამასთან ჰქონდა რაიმე სურვილები, თუმცა მამაზე როცა საუბრობს როგორც ობიექტზე, რომელიც მას ფულს აძლევდა და უკმაყოფილებდა ფინანსურ მოთხოვნილებებს და როდესაც მამა გაკოტრდა, მან შეწყვიტა მამასთან ურთიერთობა და ის ამბობს, რომ მამა სასწაულად საზღარი ადამიანი ამას არ სურს მასთან ურთიერთობა. პირველი სექსუალური კავშირი ჰქონდა ერთ-ერთ წვეულებაზე ბიჭთან, თუმცა იმდენად მთვრალი იყო, რომ საერთოდ ვერ იხსენებს, როგორ მოხდა ეს ფაქტი. შემდეგ უკვე ჩნდება მორისი, მისი შეყვარებული, ვისთანაც იწყებს ურთიერთობას, მაგრამ მას არ აქვს მორისთან ორგაზმი. ერთადერთი, როდესაც ის განიცდის სიამოვნებას, ეს არის თავის ძველ პირსახოცი, როდესაც ის იდებს ფეხებს შორის და რიტმულად უჭერს ფეხებს. ფეტიში არის პირსახოცი, რომელიც ბავშვობიდან მას სულთან აქვს და აღწერს თუ როგორი რბილია, ხავერდოვანი და აბრეშუმივით ნაზი. მის სექსუალურ კმაყოფილებას განსაზღვრავს მისი სირბილე და ის აბრეშუმის სტრუქტურა, რომელიც ძალიან მოაგონებს მას ბოქვენის თმას, რაც ხშირად ხდება ფეტიშის საგანი. თუმცა ბუნდოვანია ჯერ კიდევ რა უფრო ახდენს გავლენას ადრეულ ასაკში წასული მამა თუ დედის ზედმეტად მჭიდრო ურთიერთობა შვილთან. როგორც უკვე ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული ყავს, ის დედასთან ცხოვრობს სახლში. აღსანიშნავია, ხო, ის ფაქტიც, რომ ხო, პრინციპში ეს ვთქვი, რომ დედა სასწარკვეთილი იწვა ლოგინში და ეხურა ის რბილი ზეწარი პირსახოცი, რომელსაც იჭიდებოდა, ეხუტებოდა. ფანტაზმურ დონეზე ეს არის ის ან პირსახოცი არის, რაც ამ ორ ქალს აქვს საერთო. ლუსის ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს დედასთან და მიუხედავად ამისა, ის არ ცდილობს, რომ წავიდეს სახლიდან.
ერთ-ერთი თერაპიის დროს ის ყდება ზღაპარს, იგონებს ზღაპარს, ზღაპარს თუ როგორ დგანან ტყეში ხეები, როგორც მატარებლის სიმბოლოები, როგორი მაღლები არიან და როგორ არის გამოხატული მათი ტოტები მკვეთრად და ლამაზად. აა თერაპიის დროს სიტყვათა შებრუნების ტექნიკით საბანი, როგორც არის ფრანგულად, სხვანაირად იკითხება, როგორც ხის ტოტი. და როდესაც საუბარი იყო ფეტიშზე, ეს პირდაპირ უკავშირდება დიდის ფანტაზმურ პენისს და ექვემდებარება ფლობის პრობლემატიკას, რომელიც სუბიექტმა ვერ გადალახა, ან ხელახლა მოახდინა ინვესტირება კასტრაციის შიშის გავლით. ქალური ფეტიში ერთდროულად არის ფლობის და ყოფნის პრობლემა. აა, ლუსის აქვს ფეტიში პირსახოცი, მაგრამ ამავე დროს ის თვითონ არის დედის ფეტიში, რაც ძალიან საინტერესოა. ეს არის ტოტის კიდე, ზღაპრიდან, რომელიც თვითონ მოიგონა. მიუხედავად ცუდი ურთიერთობისა, ის ამბობდა, რომ თვითონ იყო დედის საყრდენი. იმისთვის, რომ გამხდარიყო დედის ფლობის ობიექტი, მზად ყოფილიყო მისი საყრდენი. ეს არის პირველადი განსხვავება მამაკაცურ და ქალურ პერვერსიას შორის და უნარობა ხო პერვერსიას შორის. აა უნარობა, რომ გადავიდეს ფლობის ან მისი არქონის პრობლემატიკიდან ყოფნის პრობლემატიკაზე, არის ის, რაც განსაზღვრავს მამაკაცის პერვერსიულ სუბიექტს. ფეტიშიზმი ამ უნარობის მაგალითია. ხოლო ქალი, რომელიც აღმოჩნდება დილემაში, აქვს თუ არა აქვს, იძულებულია რეგრესირდეს კიდევ უფრო ადრეულ პოზიციაზე, სადაც რეალურად არის ის, რაც რეალურად ის იღებს იმას, რომ გახდეს ფლობის ობიექტად, რეგრესირდეს ინფანტილურ ასაკზე, რომ გახდეს ფლობის ობიექტად. ლუსი თავისი ფეტიშის მეშვეობით და მისი წყალობით, როგორც სუბიექტი, ინარჩუნებს ორ დისკურსს შორის ყოფნას, ფლობასა და ყოფნას შორის. მაშინ, როდესაც მამაკაცის ფეტიშის დროს ეს არის ფლობასა და არქონას შორის დისკურსი. და ჩვენ ნახეთ, რომ არის ორი განსხვავება ქალსა და მამაკაცის შორის ფეტიშის. ერთი ის, რომ მამაკაცები ფეტიშის დროს არასოდეს უჩივიან იმპოტენციას ან სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას და მეორე ის, რომ ეს არის ფეტიში, ეს არის ფლობასა და არქონას შორის დისკურსი მამაკაცებთან. მართალია ფეტიში გვაფიქრებინებს, რომ ლუსის ერთადერთი საკითხი აქვს თუ არა დედას ფალოსი, თუმცა რეალურად სურვილი, რომელსაც ყველაზე მეტად გამოხატავს, არის თვითონ იყოს ფალოსი, ანუ ფალოსად ყოფნის სურვილი. ამგვარად ის იქნება ფლობის ობიექტი, ის შეძლებს დააკმაყოფილოს დედის მოთხოვნილება და თუ გავიხსენებთ, როდესაც აღწერდა დედას, აღწერდა უნარო დედას, რომელიც გაბრაზებულია და გაინცდის დანაკარგს, იმიტომ რომ ქმარი წავიდა. კი ბატონო. ამგვარად მისი დისკურსი მკაფიოდ იყოფა ორ განსხვავებულ თემატიკად. ფეტიში ასრულებს ხელოვნური კავშირის ფუნქციას. ზედაპირული ფრიგიდულობა შეიძლება განპირობებული იყო იმით, რომ ლუსი ბევრად დიდ სურვილს იჩენს ქალთან ურთიერთობისას, ვიდრე მამაკაცთან და ეს არის ერთადერთი გზა იყოს დედისთვის ის, რაც დედამ ვერ შეძლო რომ ჰქონოდა, ანუ იყოს დედის ფლობის ობიექტი, მისცეს დედას ის, რაც დედამ ვერ შეძლო რომ ჰქონოდა და შეენარჩუნებინა.
ანუ იყოს სიმბოლური ფალოსის დისკურსში. მამაკაცის ფეტიში, როგორც აღწერილია კლინიკურ შემთხვევაში, მკაფიოდ დასახელებულია, განსაზღვრული ობიექტივირებულია და ხშირად გასაოცარი სიმყარით ინარჩუნებს ადგილს სუბიექტის სექსუალურ ცხოვრებაში. მამაკაცის ფეტიში პირდაპირ ჯდება ფლობის პრობლემატიკაში და მოქმედებს როგორც კომპრომისი, რომელიც ხელს უშლის კასტრაციის შიშის გამწვავებას. კი ბატონო. პერუსის ერთ-ერთი ფორმა ეს არის ექსგიბიციონიზმი და ადამიანისთვის შეხების გარკვეული დოზა აუცილებელია ნორმალური სექსუალური მიზნის მისაღწევად. იგივე შეგვიძლია ვთქვათ თვალიერებაზეც. როდესაც ხდება სექსუალური ობიექტის თვალიერება, რაც წინაპირობაა სექსუალური აღზრდების და აქტის. ნების გამომხატველია და ნება ყოველთვის არ გარდაიქმნება პერვერსია. ვნება გადაიქცევა პერვერსიად იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ გენიტალიებით შემოიფარგლება თვალიერება სისხლის გრძნობის გადალახვასთან არის დაკავშირებული თვალთვალი. და ნორმალური სექსუალური პერვერსიად გარდაიქმნება ასევე, როდესაც თვალთვალი ხდება გამოყოფისას, დეფეკაციისას და ნორმალური სექსუალური მიზანს ცილდება და ხდება სხვა სურვილების შემოსვლა. თვალთვალი და სექსუალური სურვილის განდევნა ექსგიბიციონიზმში მკაფიოდ ვლინდება. საკუთარი გენიტალიების დემონსტრირებას ადამიანები ახდენენ იმისთვის, რომ ჯილდოთ სხვათა გენიტალიების ხილვის შესაძლებლობა მიეცეთ და ხშირ შემთხვევაში ექსგიბიციონიზმი მომართულია იმისკენ, რომ მიიღონ სხვათა გენიტალიების დათვალიერების შესაძლებლობა. კი ბატონო. ასევე ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პერვერსიაში ეს არის სადიზმის და მაზოხიზმის ფაქტორი. სექსუალური ობიექტისთვის ტკივილის მიყენების და საპირისპირო თვით ტკივილის მიყენებით მიღებული სიამოვნება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პერვერსიული გამოვლინებაა. რომელსაც საწყისად კრაფტ ებინგი სადიზმის და მაზოხიზმის სახელით მოიხსენიებს. თუმცა არსებობენ სხვა ავტორები, რომლებიც მას ალგოლაგნის სახელით მოიხსენიებენ, რაც გულისხმობს სექსუალურ ურთიერთობაში ტკივილით მიყენებული სიამოვნება. აქტიური ალგოლაგნის ფესვები ადვილად შეგვიძლია ვნახოთ ნორმალურ ადამიანშიც და მამაკაცთა უმეტესობის სექსუალობა აგრესიულობის ნაზავს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება იყოს ძალადობრივი გადალახვისკენ მიდრეკილი და მისი ბიოლოგიური მნიშვნელობა შეიძლება მდგომარეობდეს აუცილებლობაში, რომ სექსუალური ობიექტის წინააღმდეგობა გადალახული იქნას სხვა საშუალებითაც და არა მხოლოდ არშიღით. სადიზმის ცნება ამ სიტყვის ჩვეული გაგებით მერყეობს მხოლოდ აქტიურ და შემდეგ სექსუალური ობიექტისადმი ძალადობრივი დამორჩილებით და ტკივილის დაკმაყოფილებით მიღებული სიამოვნებით. ნორმის ფარგლებში ეს შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანებს ჰქონდეთ, თუმცა პერვერსიად გარდაიქმნება, როდესაც ადამიანს სექსუალური დაკმაყოფილების მიღწევა არ შეუძლია ტკივილის განცდის გარეშე. მაზოხიზმი მოიცავს სექსუალური ცხოვრების და სექსუალური ობიექტისადმი ყველა პასიურ კონსტელაციას, რომლის უკიდურესი გამოვლენა წარმოადგენს დაკმაყოფილების მიღების განუყრელობას და ფიზიკური და მენტალური ტკივილის მიღებას. როგორც პერვერსია, მაზოხიზმი მეტად დაშორდა ნორმალურ სექსუალურ მიზანს სადიზმისგან განსხვავებით. მაზოხისტური პერვერსიის შემთხვევათა კლინიკურ ანალიზს მივყავართ მრავალრიცხოვანი მომენტების ერთობლივ გავლენამდე, რომლებიც აჭარბებენ და აფიქსირებენ პირველად სექსუალურ პოზიციას, კასტრაციის კომპლექსის და დანაშაულის განცდას. სადიზმი და მაზოხიზმი ყოველთვის ერთდროულად გვხვდება ხოლმე ერთსა და იმავე ადამიანში, მეტნაკლებობით არის გამოვლენილი.
ის, ვინც სიამოვნებას იღებს სხვისთვის ტკივილის მიყენებით სექსუალური ურთიერთობისას, ასევე შესწევს უნარის სიამოვნება მიიღოს ტკივილით, რომელსაც სქესობრივი კავშირი აყენებს მას. სადიზმი თავის თავში ყოველთვის მოიცავს მაზოხიზმს, თუმცა შესაძლოა ერთ-ერთი ფორმა იყოს წამყვანი და აქტუალური. და ამ შემთხვევაში ხშირი არის ხოლმე ძალიან ისეთი პრაქტიკაში ხშირი არის ხოლმე ესეთი შემთხვევები და მე შემიძლია განვიხილო ერთ-ერთი ჩემი პრაქტიკული შემთხვევა, როდესაც პაციენტი, რომელიც ჩემთან მუშაობდა წლების მანძილზე, საწყისად მოვიდა პარტნიორთან ურთიერთობის პრობლემით და როდესაც ის მუშაობდა თერაპიულ პროცესში, იწყებს ბავშვობის გახსენებას, როდესაც მას დაახლოებით 5-7 წლის ასაკში ჰქონდა ნათესავებთან ჰომოსექსუალური გამოცდილება მრავალჯერადი, რომელიც ასევე იყო სიამოვნების მომნიჭებელი. რაღაც ეტაპის მერე წყდება ეს ურთიერთობა და შემდეგ უკვე გადადის ლატენტურ პერიოდში. მამა პაციენტის არის მუდმივად უკმაყოფილო, არარეალიზებული, დემოტივირებული ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს ვერანაირ ჩარჩოს შექმნას ოჯახში. ამ შემთხვევაშიც წამყვანი ფუნქცია აქვს ქალს, ოღონდ ამ შემთხვევაში წამყვანი არის ბებია. და მოზარდობიდან არის პრობლემები გოგონებთან ურთიერთობის, რომელიც გაგრძელდა რაღაც ეტაპამდე, სტუდენტობის რაღაც ეტაპამდე და ამ პერიოდში მისი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდებოდა მასტურბაციით, დამოკიდებულება ჰქონდა მასტურბაციაზე და საბოლოოდ გარდა იმისა, რომ სიამოვნების დაკმაყოფილება ხდებოდა, მოხდა ყველანაირი აგზნების და ფოთვის განმუხტვა მასტურბაციის გზით. ამ იხსენებს, როდესაც მოზარდობის პერიოდში იყენებდა პორნო ვიდეოებს, ძირითადად ყველა ვიდეო, რომელსაც უყურებდა, მოიცავდა ტკივილის ელემენტებს, მოიცავდა BDSM-ის ელემენტებს და დღემდე ძალიან მოწონს მას სექსუალურ ურთიერთობაში BDSM-ი. საუბრობს გახსნილ ურთიერთობაზე და ამბობს, რომ მას აქვს open relationship-ი, ანუ აქვს ურთიერთობა გარდა თავისი პარტნიორისა ყველა იმ ადამიანთან, ვისთანაც მას გაუჩნდება სურვილი და მისი ყველა ურთიერთობის ელემენტი არის სადისტური ქცევით განხორციელებული. ანუ ყველა მისი სექსუალური აქტი მიმართულია ძლიერი ტკივილის მიყენებით და ის იღებს ასევე სიამოვნებას, როდესაც მას აყენებენ ტკივილს. კი ბატონო. ფროიდის 1919 წლის ნაშრომში, როდესაც ნაცემი ბავშვი, თუ არ ვცდები ესე ითარგმნება, თუ ბავშვს ცემენ ქართულად, წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვან ტექსტს სექსუალური პერვერსიების წარმოშობისა და ფანტაზიის წარმოშობის ფსიქოანალიზისთვის. და ამ ტექსტში ფროიდი იკვლევს ბავშვურ ფანტაზიას. როგორც პერვერსიული სექსუალობის განვითარების მთავარ ეტაპს და შლის მის ფენებს, რათა გამოავლინოს მის უკან არსებული ფსიქიკური მექანიზმები. ფროიდი ნაშრომში ბავშვს სცემენ, საუბრობს დასჯის ფანტაზიაზე, როგორც პერვერსიული ფანტაზიის პროტოტიპზე, რომლის უკანაც იმალება სქესობრივი ლტოლვის, მშობლებთან ურთიერთობის, შურისა და იდენტიფიკაციის კომპლექსური სისტემა. საუბრობს ფანტაზიის განვითარების ფაზებზე, როდესაც
მამას ცემს ბავშვს, ეს ფაზა ბავშვობის პირველ წლებში ოიდიპალურ ფაზაშია დაკავშირებული და ბავშვს აქვს აგრესიული და ოდნავ ეროტიზირებული დამოკიდებულება მამისადმი. სხვა ბავშვის დასჯა მამის მიერ აღიქმება როგორც მამა მასს ჯის, მი არა და მასადამე მე ვარ მისთვის უპირატესი და მნიშვნელოვანი. ფანტაზია აყალიბებს, ფანტაზმი აყალიბებს იდენტიფიკაციას მამასთან და შურს კონკურენტის, იმიტომ რომ მას არ ეხება მამა და მამა ეხება კონკურენტს. აა ფაზა, როდესაც ბავშვი, რომელსაც სცემენ ვარ მე და ამ ფაზაში ფანტაზია უკვე ტრიალებს დამცირებასა და მაზოხისტურ სიამოვნებაზე და ბავშვი ფანტაზიაში იღებს დასჯის ობიექტის როლს. დასჯილი ბავშვი უკვე არ არის სხვა, არამედ არის თვითონ. ფროიდის აზრით, ეს ფაზა არის ოკუპირებული აკრძალვითი ცენზურის მიერ და ხშირად არის რეპრესირებული, მაგრამ მაინც ააგრძელებს ფსიქიკურ ზემოქმედებას. სწორედ აქ ვითარდება მაზოხისტური განწყობა, მიყვარს როცა მსჯიან, ანუ მსჯიან, ესე იგი მიყვარს და უყვარს. და ფაზა, როდესაც უკვე ტრადიციული იდენტიფიცირება ხდება, და ცნობიერად აღიქმება. აა ამ ფორმით ფანტაზია ხშირად გვხვდება მშრალ განმეორებით სცენაში. დამახასიათებელია პასიური თვალთვალი, ხშირია ხელოვნური აბსტრაქცია, არა აქვს მნიშვნელობა ვის ცემენ და რატოს ცემენ. აა ფროიდი ამ ფანტაზიას მიიჩნევს პერვერსიული სექსუალობის გამოვლენად და განმარტავს როგორც აკრძალულ ლტოლვას. აა ფროიდი თვლის, რომ რეპრესირებული ლტოლვა მამისადმი სიძულვილი ან სექსუალური მიზიდულობა გარდაიქმნება ფანტაზმში. ფანტაზმი იცავს სუბიექტს აკრძალული სურვილის პირდაპირი გაცნობიერებისგან და იქცევა ნევროზის ან პერვერსიის საფუძვლად. დასჯის ფანტაზია ერთდროულად შეიცავს სადისტურ და მაზოხისტურ ელემენტებს. პერვერსიაში მაზოხისტური სიამოვნება ხშირად შეიძლება მიიღოს დომინაციის ქვეშ ყოფმა. იმიტომ რომ ის დომინანტია, ის ამით იღებს სიამოვნებას. ფროიდის აზრით, მაზოხიზმი წარმოიშობა თავდაპირველი სადისტური იმპულსების წამიერი გადამისამართებით, რომელიც აგრესიით მას უბრუნდება. ნაშრომში ფროიდი ხაზს უსვამს ფანტაზიაში, როგორც ტრაგედიაში ხდება როლების მონაცვლეობა, მშობელი ბავშვს ისჭება და ჩნდება სადომაზოხისტური სიამოვნება. სუბიექტი ზოგჯერ თვითონ ისჯის თავს, ზოგჯერ მას სჯიან და ზოგჯერ ის მხოლოდ უყურებს, როგორ ისჯება სხვა. და ეს ცვლილება აჩვენებს ლტოლვის არასტაბილურობას, ობიექტის მუდმივ გადანაცვლებას, ერთ-ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი პერვერსიული ნიშანია. ფროიდი აღნიშნავს, რომ სექსუალურ ფანტაზიებში, განსაკუთრებით პერვერსიულში, ხშირად ფარულად რეაქტივირდება ბავშვის დროინდელი ფანტაზია. ნაცემი ბავშვი შეიძლება მოზრდილობაში გადაიქცეს სექსუალურ ექსტრიმში, როგორც არის სხეულის დასჯა, BDSM პრაქტიკების გამოყენება და სხვა მსგავსი მრავალი აქტივობის განხორციელება პრაქტიკულ სექსუალურ ცხოვრებაში. ნაცემი ბავშვი არის ფსიქოანალიტიკურ თეორიაში მოდელი იმის, თუ როგორ მუშაობს ფანტაზია, როგორც ფსიქიკური სტრუქტურის ნაწილი. აკრძალულ ლტოლვებს ცვლის ფანტაზმი. ლტოლვის ობიექტი ფანტაზიაში ტრანსფორმირდება, ფრაგმენტირდება ან ქრება. ბავშვობის გამოცდილება ფსიქიკურ ტრაექტორიას აყალიბებს სექსუალური იდენტობის განვითარების გზაზე. და პერვერსია ფროიდისთვის ლტოლვის ფორმის სტაბილიზაციის მცდელობა ფსიქიკური სტრუქტურის მეშვეობით და ის არ არის მხოლოდ გადახრა.
სექსუალური ლტოლვა არ წარმოადგენს რაღაც მარტივს, არამედ შედგება კომპონენტებისგან, რომლებიც ხელახლა შორდებიან მას პერვერსიის სახით. ფროიდის ვარაუდი, რომ პერვერსია ოიდიპოსამდელი კომპლექსის ნალექია, ვარაუდობდა, რომ ეს იყო ოიდიპოსამდელი კომპლექსის ნალექი, რომლის განდევნის შემდეგ კვლავ სექსუალური ლტოლვის ძლიერი და თანდაყოლილი კომპონენტები იჩენს თავს. ნევროზი ეს არის პერვერსიის ნეგატივი და ფსიქონევროზი ხშირად ერწყმის აშკარა ინვერსიას. ამასთან ჰეტეროსექსუალური მიმართულების სრული ჩახშობა ხდება. ყველა ნევროტული ადამიანის არაცნობიერი მენტალური ცხოვრება გვიჩვენებს ინვერტირებულ იმპულსებს და ლიბიდოს ფიქსაციას საკუთარი სქესის ადამიანებზე. ფსიქონევროტიკებთან არაცნობიერში შესაძლოა მივაკვლიოთ ანატომიური საზღვრების გადალახვის ტენდენციას, რომელთა შორის ყველაზე ინტენსიურია ისეთი, რომლებიც გენიტალიების როლს პირის ლორწოვან გარსსა და უკანა ტანს მიაკუთვნებენ. ფსიქონევროზების დროს სიმპტომების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ დააპირისპირებული წყვილების სახით წარმოდგენილ კერძო ლტოლვებს, რომელიც ახალი სექსუალური მიზნების მატარებელია. სისასტიკისა და ლიბიდოს კავშირის მეშვეობით სიყვარულის სიძულვად შეიძლება გადაიქცეს და მოსიყვარულე დამოკიდებულება მტრულად, რაც ნევროტიკის დიდ ნაწილთან და პარანოიდიკისთვის არის დამახასიათებელი. პერვერსიებში, რომელთა დროს მნიშვნელობა პირის ღრუს და უკანა ტანს ენიჭება, ეროგენული ზონის როლი აშკარაა და ყველა მიმართულებით ვლინდება როგორც სქესობრივი აპარატის ნაწილი. ეროგენული ზონების, როგორც დამატებითი აპარატებისა და სუროგატების მნიშვნელობა ფსიქონევროზებს შორის ყველაზე მკაფიოდ ვლინდება ისტერიის დროს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ასევე ბავშვის პოლიმორფული პერვერსია. ბავშვის ადრეულ ასაკში პოლიმორფული პერვერსიულია, ბავშვი ადრეულ ასაკში პოლიმორფულ პერვერსიულია და შესაძლოა ადვილად დავითანხმოთ ყველა სახის გარყვნილებაზე. ცნობებს ამ დროს არ აქვთ მენტალური საზღვრები, რაც ზრდასრულობაში გვხვდება, როგორც არის სიზღი, სირცხვილი, მორალი. და ფროიდი ამ მდგომარეობას ადარებს საშუალო არაკულტურული ქალის მდგომარეობას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს პოლიმორფოპერვერსიული წინასწარი განწყობა და სათანადო პირობებში მან დაიკმაყოფილოს თავისი პერვერსიული მოთხოვნილებები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბავშვს ადრეულ ასაკში არ აქვს სირცხვილის განცდა განვითარებული საკუთარი სხეულის თვალიერებით და ის იღებს სიამოვნებას. თუმცა მოგვიანებით უკვე ის იწყებს თვალთვალს და სხვების თვალიერებას. მნიშვნელოვანია განვიხილოთ ეროგენული ზონებიც, რომელიც შეიძლება პერვერსიულად პერვერსიის ჩამომყალიბებლად იყოს, პრეგენიტალური ფაზა, წოვის ფაზა. ეროგენული ზონა არის ტუჩები პრეგენიტალურ ფაზაში, ადრეულ ჩულობაში ის არის საკვების დაკმაყოფილების საშუალება ერთადერთი, ხოლო ზრდასრულობაში ვლინდება როგორც ეროგენული ზონა. და პერვერსიად გვევლინება თუ ენა და ტუჩი აღიქმება ეროგენულ ზონად. სადისტურ ანალური ორგანიზაცია, სადაც პარციალური სიამოვნება იგივეა, რაც სიამოვნება ინფანტილური სექსუალური ლტოლვით. პარციალური სიამოვნება ქართულ თარგმანში იყო კიდე წინამავალ სიამოვნებად ნათარგმნი. და ეროგენული ზონების აგზნებით მოგრულ სიამოვნებას პარციალურ სიამოვნებას უწოდებენ. პარციალური სიამოვნების კავშირი ინფანტილურ ცხოვრებასთან და არის და იმ პათოგენური როლით დასტურდება, რომელიც მას შეიძლება წილად ერგო. აა იმ მექანიზმებიდან, სადაც პარციალური სიამოვნება წარმოიქმნება, აშკარა საფრთხე ნორმალური სექსუალური სიამოვნების მიღწევისთვის. და ეს საფრთხე მაშინ ჩნდება, როდესაც
მოსამზადებელი სექსუალური პროცესების ეტაპზე პარციალური სიამოვნება მეტისმეტად დიდ ადგილს იკავებს და შესაბამისი დაძაბულობა არის უმნიშვნელო. ამ დროს ქრება სექსუალური პროცესის გაგრძელების სურვილი და ადამიანის ლტოლვა პრაქტიკულად ქრება. ასეთი პერსიის მექანიზმი არის ის სექსუალური პროცესის მოსამზადებელ აქტზე შეაჩერებს წარმოდგენას და შესაბამისად პროცესი აღარ გრძელდება. აა ალენ დანიე პერსიის შესახებ როდესაც საუბრობს, ის ამბობს, რომ პერსიული პაციენტის ობიექტი, ეს არის არაცოცხალი ობიექტი, ფეტიშიზმი და ფეტიშისტური ობიექტი არის ამის ნათელი მაგალითი. განიხილავს პატარა ჰანსის შემთხვევას და პატარა ჰანსის შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ფობია სტრუქტურული გზაჯვარედინია, რომელიც ჰანსში პერვერსიად შეიძლება ჩამოყალიბებულიყო. აღსანიშნავია, რომ ჰანსი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დედის ქვედა საცვალს. ეს ობიექტი ისევე როგორც ფეტიშისტის რჩეული ობიექტი წარმოსახვითია, რომელიც ტკბობისთვის ერთგვარი ზღუდის შემაკავებელ ფუნქციასაც ასრულებს. პერვერტი დედის კასტრაციას უარყოფს და ამავდროულად მან იცის, თუმცა არ უნდა იმის აღიარება, რომ დედა კასტრირებულია. სხვაგვარად თუ ვიტყვით, პერვერტი ფალიკური დედის ხატის შენარჩუნებას ცდილობს, რადგან თუ ეს არ შეინარჩუნა, მას კასტრაციის შიში აქვს. თავად განასახიერებს ფალოს და მან იცის დედისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ფალიკური ობიექტი. ფლობს სხვისი სურვილის ობიექტის შესახებ ცოდნას და საკუთარ თავს ამ ობიექტად წარმოადგენს. პერვერტისთვის კანონი არსებობს იმდენად, რამდენადაც აქვს მის დარღვევის შესაძლებლობა და კანონი ეს არის ის, რომელიც აუცილებლად უნდა შეიბღალოს. და ამისი მაგალითია ის, რომ მამამ ვერ შეძლო კანონის აღმართვა, მამის ფუნქცია არის კანონის შექმნა, როგორც და მამის კანონმა თუ კი არ იმუშავა დედასთან, ამ დროს ბავშვი მასთან პირველად ურთიერთობაში დარჩა და მისი იდენტიფიცირება მოხდა ფალოსთან, როგორც წარმოსახვით ობიექტთან, რომელსაც დედა მოკლებულია. სიმბოლური რეგისტრის დეფიციტი, სიმბოლური ფუნქციის მარცხის გამო, დედასთან სურვილის ობიექტის უკმარისობა, დედის კასტრაცია პერვერტისთვის ხდება აუტანელი და ამიტომ ის ცხოვრობს ამ ფანტაზმში. გებატონო. და მე მაქვს კიდე ერთი პრაქტიკული შემთხვევა ფეტიშიზმზე, როდესაც ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა ესეთი ფეტიში ქალის აბრეშუმის ხალათზე და ყველა პარტნიორს, ვისთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა, ყიდულობდა კონკრეტული სტრუქტურის აბრეშუმის ხალათს და სთავაზობდა ამ ხალათის ჩაცმას სექსუალურ აქტამდე. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თუ მისი პარტნიორი ამ ხალხს არ გამოიყენებდა, მას არ ჰქონდა სექსუალური კონტაქტი ამ ქალთან, უფრო მეტიც ის საუბრობდა საკუთარ, ის წუწუნებდა საკუთარ ერიქციაზე და პრობლემად ეს აღიქვა მას შემდეგ, რაც უკაცრავად რაც დაოჯახდა და მისმა მეუღლემ უარი განუცხადა ამ აბრეშუმის ხალათზე და ერთ-ერთი იმის დროს მოკლედ აღმოჩნდა ისე, რომ არ ჩაიცვა აბრეშუმის ხალათი და მას შემდეგ იწყება, როგორც თვითონ ამბობს, განზიდვა საკუთარ მეუღლესთან და იწყებს სხვა პარტნიორების ძიებას, თუმცა ამასთან ერთად ჩნდება ძალიან ბევრი პრობლემა და ამის შემდეგ იწყებს ის უკვე თერაპიაზე სიარულს და მუშაობას. მისი
ძალიან დიდხანს, დაახლოებით ალბათ სადღაც 8-9 თვე იყო პერიოდი, როდესაც ის მუდმივად ადანაშაულებდა მის მეუღლეს, მის ლიბიდოს დაქვეითებაზე და იმაზე, რომ მან გაბედა და უარი უთხრა ხალათის ჩაცმაზე. და ერთ-ერთი სესიის დროს, როდესაც ამაზე საუბრობდა, მან თქვა ისეთი რამ, რომ მან ზუსტად ისევე განაცხადა უარი ამ ხალათის ჩაცმაზე, როგორც ერთ დღეს დედაჩემმა თავის აბრეშუმის ხალათი გადააგდო. იმიტომ რომ ის დაიხა. და ამის მერე იწყება რეალურად ანალიზი და ხდება რა, რომ პაციენტს, რომელიც ჩემთან დადიოდა, დაახლოებით თუ სწორად მახსოვს 8 თუ 9 წლამდე ეძინა დედასთან და დედა ძირითადად მოძრაობდა თუ დედას მე დედას ვიცნობ მისი აბრეშუმის ხალათით, ანუ მისთვის იდენტიფიცირება ხდებოდა ესე. აა ნუ რა თქმა უნდა არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი რომ ამ ოჯახში მამას სამწუხაროდ დიდი როლი არ ჰქონდა ერთადერთი მისი როლი რაც იყო ის იყო ფინანსური უზრუნველყოფა იმდენადაც რომ 8 წლამდე მისმა შვილმა შეძლო სხვა ოთახში გაეშვა მამა ანუ მამას ცალკე ეძინა და ბიჭს ეძინა დედასთან ლოგინში ერთ ლოგინს და ერთ საბანს იყოფდნენ და იმიტომ რომ დედას ჰქონდა თითქოს იმის განცდა რომ დაეცვა საკუთარი სხეული ის წვებოდა ამ თეთრი აბრეშუმის ხალათით ლოგინში და ნუ რა თქმა უნდა, მისი ანალიზი მოკლედ რო ვთქვათ და არ მოვყვეთ იმდენი წლის ნამუშევარი, მთლიანად დაკავშირებული იყო მისი სექსუალური სურვილები, დაკავშირებული იყო ამ ხალათთან და ხალათის მიღმა არსებულ ობიექტთან და მისი ყველა სექსუალური კავშირი გაცნობიერებამდე დაკავშირებული იყო ამ კონკრეტულ ხალათთან და ის სპეციალურად დადიოდა არა მარტო საქართველოში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც ეძებდა ამ სტრუქტურის ხალათს და ახსოვდა ხელის შეხებით და დადიოდა და ეძებდა იმისთვის, რომ შეეძინა ზუსტად ის მატერია, რომელიც მის მეხსიერებას ახსოვდა და რომელიც მასში იწვევდა სექსუალურ აგზნებას. კი ბატონო. პრაქტიკულად ეს არის რაც მინდოდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა. პერუსია ძალიან ამოუწურავი თემაა, თუმცა უკვე უფრო სრულად კარტელის სახით შემოგთავაზებთ ჩვენი ჯგუფი შემდეგ სასწავლო წელს. აა ხო, რა ვიცი თუ რამე გვაინტერესებს, ან ძალიან ძალიან საინტერესო იყო და ძალიან დიდი მადლობა. პირადად ბევრი რაღაცა გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი და მართლა ძალიან საინტერესო იყო. მადლობა, მადლობა მაია. მაია, განსაკუთრებით მაგალითები იყო პირადი პრაქტიკიდან, რაც გაგუჩნია და ძალიან საინტერესო. მადლობა. მადლობა თქვენ, ხო, ვცდილობდი რომ მაგალითები დამეკავშირებინა, იმიტომ რომ თეორია ყოველთვის მშრალია თუ არ დავანახეთ პრაქტიკით. მმ. ხო, ამიტომ ძალიან საინტერესო იყო. მადლობა. და კარტელში რა თემა გაქვთ თქვენ ჯგუფს? პერვერსია გვაქვს. აა. და ალბათ პერვერსია გვაქვს, მაგალითად ანუ ძალიან მინდოდა, მაგრამ ძალიან გამეწელა დროში და ან შეიძლება რომ მე ვქნა არის ტრანზიტული პერვერსია, რომელიც ძალიან საინტერესოა, რომელიც ყალიბდება მოზარდობის პერიოდში, ანუ ორი სიტყვით შემიძლია უბრალოდ თქვა, რას გულისხმობს ტრანზიტული პერვერსია, მოზარდობის პერიოდში ჩნდება და მე უკვე ხდება გადალახვა და ანუ ადამიანს არ აქვს არანაირი პერვერტული აქტი ზრდასრულობაში, ეს ჟორჟ გადალახვა ჩარევით მაია თუ არა, ანუ გადალახვა გულისხმობთ მოზარდობის პერიოდის თერაპიით? დამახასიათებელი და პერვერსია. გასაგები. ხო. მმ. და ნუ ჯანმრთელ მდგომარეობაში ხდება მოზარდის მხრიდან გადალახვა და ჟორჟ ბინი არის ერთ-ერთი თანამედროვე ფსიქოანალიტიკოსი, რომელიც ამაზე ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან საინტერესო ისენი აქვს წიგნები და ვფიქრობ, რომ ცალკე უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ ეხლა
იმდენად სრული მასალა, რომ მინიმუმ კიდე 1 საათნახევარი მოგიწევდა მაგას საუბარი და ხო. თუმცა ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ მაგის გამოტანაც კარგი იქნება ერთ-ერთ სემი. ტრანზიტული პერსია კი ძალიან საინტერესო იქნება გადალახვა როგორ ხდება თქვა ან რა ასაკში იწყება რა ტრანზიტულ პერიოდს თავისებური პირველად აღმოაჩინეს მას მაშინ აი ხა ორი სიტყვით ვიტყვი, როდესაც ხშირი იყო მოზარდობის პერიოდში დანაშაულებები. და ამ დანაშაულებების დროს დაიწყეს კვლევა და აღმოჩნდა, რომ ამ დროს ბავშვის პერვერტული აქტი მიმართულია მამისკენ, რომელიც არ არსებობს და აიძულებს, რომ შექმნას მამის ფუნქცია იმისთვის, რომ იზრუნოს შვილზე. და ხშირ შემთხვევაში ეს ქცევები, რომელიც არის გამოვლენილი აგრესიით ან სხვადასხვა მოქმედებებით, იქ ღია სექსუალობით, დედის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებით, მთლიანად, როგორც ჟორჟ ბინი ამბობს, მიმართულია იმისთვის, რომ მამა დააბრუნოს თავის ადგილას და მან არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამი, რაზეც ხაზს უსვამს, რომ თუ ბავშვი მთლიანად არის მოცული იმით, რომ მამა დაბრუნდეს და თუ არ მოხდა მამის დაბრუნება, ანუ ის ამბობს, რომ მამა ყველაზე დიდი პრობლემა დგება ბავშვის მოზარდობის ასაკში მას მერე, რაც მამა არ უბრუნდება თავის ადგილს, ანუ ბავშვი ამბობს, რომ თუ მამა არ არის, ესე იგი მეც არ ვარ და უნდა გავქრე და ხდება რაღაც უქმედები. შეიძლება ობიექტურად იყოს და არ არის მის წარმოსახელს, ხო? ობიექტურად იყოს, ახლა რამდენი პრაქტიკული მაგალითიც მოყია, ობიექტურად იყვნენ, მაგრამ ობიექტურად არის, ყოფნა არ ყოფნაო იმ ჭკვიანმა კაცმა რო დაწერა საკითხავი, აი ეს არის ეგ ამბავი დგება, კი? ხო. და უკაცრავად ეს გაქრობა როგორი სახით ვლინდება? ანუ მე უნდა გავქრე. მე უნდა გავქრე, ანუ მე უნდა გავხდე აგრესიული. ესე და მე უნდა მას ავქნა და ანუ ჩემ თავთან იდენტიფიცირება არ უნდა მოვახდინო. ძალიან საინტერესო იყო მაია მე ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ყველას. მადლობა. მადლობა მადლობა, ეს ბოლო მაია. ლექცია იყო დღეს კი, ეს იყო ბოლო ლექცია ნამდვილად და შევხვდებით უკვე სექტემბერში. კარგი აბადროებით ბედნიერად, სასიამოვნო ზაფხული ყველას. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო.